აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ხდომაზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეულ ადამიანებს უმასპინძლეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ქართული სასიმღერო ჟანრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლებით დააჯილდოვა მწერალი და პუბლიცისტი ნინო მირცხულავა, მომღერლები მარიამ ცქვიტინიძე და ირმა არავიაშვილი. დეპუტატებმა მოწვეულ სტუმრებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და შემოქმედებით საქმიანობაში ახალი წარმატებები უსურვეს. ლამაზი დღე არის ჩვენთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს მედლებით მათი დაჯილდოების შესახებ. ქალბატონი ნინო მირცხულავა უპირველეს ყოვლისა მინდა დავასახელო, სოხუმელი, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც უკვე წლების განმავლობაში გვანებიურებს თავისი ძალიან საინტერესო წიგნებით აფხაზეთზე, ლექსებით, სიმღერებით. ჩვენ ასევე დავაჯილდოვეთ სიმღერის აფხაზი ვარ ავტორი და შემსრულებლებიც ესენი არიან ირმა არავიაშვილი და მარიამ ცქვიტინიძე. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრი სიმღერა არსებობს აფხაზეთზე, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სიმღერა. პირველ რიგში ეს медаლი არა მარტო მე მეკუთვნის, ალბათ ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე მე მომყვებიან და მართლა ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ რაღაცა პატარა წვლილი მაინც შევიტანო შერიგების საქმეში. რა თქმა უნდა, ეს медаლი ჩემთვის არის მხარდაჭერა და ყველაზე დიდი мотивация არის ჩემთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. მე და მარიამმა ამ სიმღერაში ჩვენი გულის ტკივილი გამოვხატეთ და ჩვენი ემოციები ჩავდეთ. მადლობას ვუხდი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დღევანდელი დღისთვის დაფასებისთვის. მადლობას ვუხდი ბატონ ჯემალ გამახარიას და ძალიან ბედნიერი ვარ.